ინდიის ქართული ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის სტატია ქართული პოლიტიკური დღის წესრიგის თემად კიდევ ერთხელ იქცა. სიულჯის მიერ გავრცელებულ პუბლიკაციაში ლორა თორტონი დემონსტრანტების გამარჯვების და დასახული მიზნების გზებზე საუბრობს და პარალელებს სხვა ქვეყნების ისტორიებთან ავლებს. სტატიაში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესები და უწყვეტი საპროტესტო გამოსვლებია განხილული. დასმულია შეკითხვა, რა ფაქტორები განსაზღვრავს საპროტესტო მოძრაობის წარმატებას. ნაგვის არ გატანა ბანკის მოლარეთა სამსახურში არ მისვლა სატვირთო მანქანების მძღოლების სახლებში დარჩენა. ამჟამად მაკენის ინსტიტუტის წარმომადგენელი ხელისუფლებაზე ზეწოლის და ახალი არჩევნების მიღწევის გზას საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვებს შეხედავს. ხელისუფლებისთვის თორტონის გზავნელები მოულოდნელი არ არის და მათ მიღმა დესტაბილიზაციის და რევოლუციის მოწყობის მცდელობებს ხედავს. გახდება თუ არა მაკენის ინსტიტუტის წარმომადგენლის ხედვა ოპოზიციის სტრატეგიის ნაწილი. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ თორტონის ხედვებს მათ სამოქმედო ტაქტიკასთან კავშირი საერთოდ არ აქვს. როგორ შეუძლიათ დემონსტრანტებს გამარჯვება? სანამ ოპოზიციის ნაწილი სამოქმედო გეგმის ძიებაშია, რა ფორმით უნდა გაგრძელდეს ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტი. მაკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიული პროგრამების დირექტორმა ლორა თორტონმა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების საკუთარი თეორია და გზამკვლევი კიდევ ერთხელ წარმოადგინა. თორტონის რეკომენდაციით მთავარი ფაქტორი არა სახელისუფლებო პირებზე საერთაშორისო ზეწოლა, არამედ ქვეყნის შიგნით ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისი უნდა გახდეს, რამაც საზოგადოების გაცილებით დიდი ფენა უნდა მოიცვას. მოძრაობის გადასვლა ღამის პროტესტებიდან მთელი დღის განმავლობაში საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და გაფიცვების ეტაპზე, რაც გულისხმობს ნაგვის არ გატანას, ბანკის მოლარეების სამსახურში არ მისვლას, სატვირთო მანქანების მძღოლების სახლში დარჩენას, ეკონომიკის პარალიზებას მოახდენდა და მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ზეწოლას ქართულ ოცნებაზე. საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლორა თორტონმა გამოცემა ცივილჯიზე გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს ისიც შეახსენა, რომ ქართველებს დემოკრატიისთვის ბრძოლის საკუთარი გამოცდილება აქვთ. ისევე როგორც უკრაინას, რამაც 2014 წელს ქვეყანა მაიდნის მოვლენებამდე მიიყვანა. ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში უკრაინის მაგალითი ერთადერთი არაა, რომელიც ლორა თორტონმა გაიხსენა. როგორც პოლიტიკური პროცესების წარმართვის მაგალითი და პარალელი ბანგლადეშს, ინდონეზიასა და ფილიპინებთან გაავლო. აღსანიშნავია, რომ თორტონის მიერ დასახელებულ ამ შთამაგონებელ მაგალითებს ასეულობით მსხვერპლი მოჰყვა. ქართველებს აქვთ შთამაგონებელი დემოკრატიული მოძრაობების საკუთარი ისტორია, ისევე როგორც მათ დაძმებს უკრაინაში, სადაც მაიდანი თავისუფლებისკენ გლობალურ მოწოდებად იქცა. მე დამაინტერესა დიქტატორების ჩამოგდების რამდენიმე გამორჩეულმა მაგალითმა, რომელთა წასვლასაც არავინ ელოდა, როგორებიც იყვნენ ფერდინანდ მარკოსი, სუჰარტო და შეიხი ჰასინა. 28 ნოემბრიდან ქუჩის პროტესტის პარალელურად ოპოზიციის ნაწილი გაფიცვასთან დაკავშირებითაც აქტიურად საუბრობდა. თუმცა ცალკეული ოპოზიციონერი სუბიექტები აცხადებენ, რომ მაკეინის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან მათ გეგმებს კავშირი არ აქვს და ლორა თორტონის განცხადებებს საქართველოს გულშემატკივარი ადამიანის მიერ გამოთქმული მოსაზრებების ჭრილში განიხილავენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესები იმ სცენარის მსგავსად მიმდინარეობს, რომელიც მაკეინის ინსტიტუტმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე გამოაქვეყნა და სადაც ჩამოთვლილი იყო 7 ქმედება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებს უნდა განეხორციელებინათ საქართველოს არჩევნების წინ და შემდგომ პერიოდში. მათ შორისაა ევროკავშირის მიერ ქართული ოცნების ლიდერებისთვის სამოგზაურო სანქციების შემოღება. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ქართული ოცნების მთავრობის ანგარიშვალდებულების დემონსტრირებისთვის კანონმდებლობის წინ წაწევა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან ქართული ოცნების ცალკეული ლიდერებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, პირადი და ფინანსური სანქციების დაწესების შესაძლებლობის განხილვა. სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ თუ ქართული ოცნება გაიმარჯვებდა, დამკვირვებლების მიერ დადასტურებით მაშინ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევდა არჩევნების შემდგომი გარემოს მონიტორინგი. განსაკუთრებით კი მთავრობის რეაქციისა მოსალოდნელ პროტესტზე. დღეს ხელისუფლების ოპონენტთა თქმით პროტესტის მთავარი ფორმა და ოპოზიციის გეგმა, რომელიც ქუჩის პროტესტს გულისხმობს, კონსტიტუციურ ჩარჩოებში ჩდება და ის გარედან რეკომენდაციებს არ ექვემდებარება. ქართულ პოლიტიკურ პროცესს ეს არ უკავშირდება პირდაპირ იმ მხრივ, რომ ლორა თორტონი არ გახავთ არც ოპოზიციის ლიდერი და არც ასე ვთქვათ პოლიტიკურ პროცესში აქტიურად ჩართული ადამიანი. ამიტომ მის პოზიციები შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ახული როგორც კონკრეტული ადამიანის პოზიცია, ასე რომ რაღაც ტრაგიკული ამაში არ გახლავთ, ყოველთვის შეთქმულების თეორიას ეძებენ ხოლმე ივანიშვილის ბანდის წევრები, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ესეთ შეთქმულების თეორიაზე უსაუბრეთ, მაგრამ არც ერთი მტკიცებულება არ დადებულა ამ წლების მანძილზე. მე არ ვარ ანალიტიკოსი, რომ შევაფასო
კონკრეტული ინიციატივები გარე პირების. დანარჩენი ვინ რას ფიქრობს, ვინ რას აკეთებს, ეს არ არის ჩვენი საქმე, ჩვენ რასაც ვამბობთ, მას ამ პროცესში ვიღებთ აქტიურ მონაწილეობას, როგორც ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ასევე მშვიდობიანი პროტესტში მონაწილეობის გზით. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს პოზიციას, ვინც ვდგავართ რუსთაველზე თვეების განმავლობაში, ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ მეთოდს, რაც არის დაშვებული საქართველოს კონსტიტუციით, არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით, ასევე იყო ამ არსენალში გამოყენებულ ფორმებში გაფიცვის მცდელობაც, რაც თავის მხრივ წარმატებულად შედგა. საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მაკ-კეინის ინსტიტუტის აქტიურობა და კონკრეტული გეგმების წარმოდგენა სიახლე არაა მართველი გუნდისთვის. მაკ-კეინის ინსტიტუტის წინა ანგარიში ქართულმა ოცნებამ მაშინ შეაფასა როგორც ოპოზიციის ნაწილის გზამკვლევი. თუმცა თორნტონის ამჟამინდელი სტატიის შინაარსი სახელისუფლებო გუნდის წევრებისთვის ახლა გაცილებით უფრო რადიკალური შინაარსის მატარებელია, რადგან დემოკრატიისთვის ბრძოლის მაგალითებზე საუბრისას ლორა თორნტონმა ეკონომიკური კრიზისის გარდა ადამიანურ დანაკარგებზეც გაამახვილა ყურადღება. ეს ქალბატონი ვერ იტანს, ეზიზღება საქართველოს და ქართველი ხალხი. როგორ შეიძლება ეკონომიკური კრიზისი უსურვოს ქართველ ხალხს, როგორ შეიძლება მოისაკლისოს გვამების არარსებობა ამ ინსტიტუტმა, რომლის წარმომადგენელიც არის ის საქართველოში და როგორ შეიძლება ამის მერე ის დარჩეს ჩვენი ქვეყნის მეგობრად. ფაქტია, რომ ეს არის ინსტიტუტი, რომელიც ამზადებს საქართველოში რევოლუციურ სცენარს, ამზადებს, ხელს უწყობს, აფინანსებს. ლორა თორნტონის ორგანიზაცია არის სწორედ დამქირავებელი სალომე ზურაბიშვილის მაგალითად, რომელიც ასევე დაუპირისპირდა საქართველოს ინტერესებს. ქართველი ხალხი არის ბრძენი და პლუს ამას დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, ვინც არის ქართველი ხალხის და საქართველოს ინტერესების დამცველი. შესაბამისად, ჩვენ ვართ იმ ფორმაში, რომ საკადრისად დაუცვათ ქართული საზოგადოება. მაკ-კეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი საქართველოში სხვადასხვა ქვეყნის საპროტესტო გამოცდილებების გაზიარების ინიციატივით რამდენიმე კვირის წინაც გამოვიდა. მისი მიმართვის ადრესატები ქართველი ფერმერები იყვნენ, რომლებსაც მოუწოდა ფრანგი ფერმერებისთვის მიებაძათ და სამთავრობო შენობებთან ნაკელი დაეყარათ. ოპოზიციის წარმომადგენლები მაკ-კეინის ინსტიტუტისგან პირდაპირ ინსტრუქციების მიღებას უარყოფენ. თუმცა თანხმდებიან, რომ ქვეყნის ფარგლებს გარედან საერთაშორისო ზეწოლა და ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მათ შორის უცხოეთში უკვე აპრობირებული მეთოდებით.